გამარჯობა, თქვენ უყურებთ სხვა ამბებს გვანცად არასელიასთან ერთად. საქართველოს სტრასბურგის 2012 წლის საშობაო ბაზრობაზე საპატიო სტუმარი იქნება. ევროპის საპარლამენტო ქალაქში საშობაო ბაზრობის გახსნაზე წარმოდგენილი იქნება ქართული კულტურის თითქმის ყველა სფერო. მუსიკა, კინო, თეატრი, კულინარია, ფოტოგრაფია, ნაციონალური სამოსი, ხელნაკეთი ნივთები და ხალხური რეწვის ნიმუშები. სტრასბურგში ქართული დელეგაცია საკმაოდ დიდი შემადგენლობით მიემგზავრება. 24 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაგეგმილია კონცერტები, გამოფენები და სხვა კულტურული ღონისძიებები. მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ასე აქტიურად მონაწილეობთ სტრასბურგის საშობაო დღეებში და ჩემი ანსამბლი წარდგება 3 დღის განმავლობაში. სოლო კონცერტი ეს იქნება 7, 8, 9 დეკემბერი, სადაც ჩვენ გავმართოთ სოლო კონცერტს, 2 იქნება ტაძარში, ხოლო 1 იქნება გარეთ კონცერტი ჩვენი, სადაც ჩვენ წარმოვადგენთ საათნახევრიან პროგრამას. ამ პროგრამაში იქნება წარმოდგენილი ქართული ხალხური სიმღერები სხვადასხვა კუთხის და ასევე იქნება საგალობლებიც. ბედნიერი ვარ იმიტომ რომ საფრანგეთში მექნება სოლო კონცერტი, ეს ჩემთვის არის არცი დიდი ოცნების ასრულება. როგორც ვიცი, იქაური სტრასბურგის კონსერვატორიის სცენაზე მექნება კონცერტი, მიგვაქვს შარშანდელი ჩემი კონცერტი, რომელიც თებერვალში გავიდა რუსთავის ეთერში. დეტალურად დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი საუბრობს სხვა ამბებში. ბატონო ალექსანდრე, მოგესალმებით. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. უკვე გახდა ცნობილი, რომ ამავე სტუმრის სტატუსი სურდა სტრასბურგში ჩასვლა იაპონიის დელეგაციასაც, თუმცა ამ ბაზრობის მესვეურებმა სწორედ საქართველოს მიიწვიეს. ხომ არ გაქვთ ცნობები, რატომ შეჩერდა საქართველოს არჩევანი? მოგეხსენებათ, რომ იაპონია ძალიან დიდი კულტურის ქვეყანაა. დიახ, ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ფინალში ვიყავით ჩვენ, საქართველო და იაპონია. კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს სასარგებლოდ. რამდენიმე მიზეზი იყო ამისთვის, მათ შორის ერთ-ერთი ალბათ ის, რომ 2013 წლისთვის, ანუ რომელი ახალი წლის წინა საშობაო ბაზრობაზე ვსაუბრობთ ახლა, ჩათვალეს ჩვენმა ფრანგმა მეგობრებმა, რომ ქართული კულტურის გატანა ევროპაში უფრო რელევანტური იქნებოდა, მათთვის უფრო საინტერესო იქნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივია იაპონია უფრო შორეულია მათთვის თუნდაც გეოგრაფიულად, მათ მაინც ჩათვალეს, რომ ქართული კულტურის გაცნობით მეტ ღირებულებას შეიძენდა ეს ღონისძიება. გადავიდეთ უშუალოდ პროგრამაზეც. არაერთხელ აღინიშნა, რომ საკმაოდ ფართო სპექტრია წარმოდგენილი ღონისძიებების და თითქმის ყველა სფეროს მოიცავს ქართული კულტურის. დავიწყოთ ფილმებით. ქართულ კინოს კარგად იცნობენ განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. რამდენად პრეზენტატიული იქნება ფილმების პროგრამა სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე? დიახ, პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ეს ბაზრობა, რომელიც ერთი თვის განმავლობაში მეტი 24 ნოემბრიდან პირველ რიგში 25 დეკემბრამდე, თუმცა ფაქტობრივად წლის ბოლომდეც იქნება პროგრამა, არ ეხება მხოლოდ კულტურულ პროგრამას, თუმცა კულტურული პროგრამა ალბათ ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი იქნება. იქ ასევე იქნება წარმოდგენილი, ეს იქნება უწყვეტი ბაზრობა, სადაც ველოდებით 3 მილიონზე მეტ სტუმარს სტრასბურგისა, სადაც ისინი შეძლებენ გაეცნონ როგორც ჩვენი კულტურის ნამუშევრებს. მე როგორც ვიცი, ასევე სხვა ბევრი ქვეყნიდანაც ჩადის ამ ბაზრობაზე დასასწრებად ტურისტი. დიახ, რა თქმა უნდა. მხოლოდ საფრანგეთიდან ან თუნდაც ევროპიდან არ არიან ტურისტები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გლობალური ღონისძიება, ერთთვიანი ღონისძიება. რაც შეეხება კონკრეტულად კინოებს, ჩვენი არჩევანი ასეთია, ჩვენ მხოლოდ თანამედროვე კინოს არ წარმოვადგენთ ჩვენი საზოგადოებისთვის უკვე კარგად ნაცნობ ფილმებსაც, კინოკლასიკას, კი ბატონო, რომელიც გავა ორიგინალში, ანუ ხმა იქნება ქართული, მაგრამ სუბტიტრები იქნება ფრანგულ ენაზე. მე შემიძლია რამდენიმე მაგალითი გითხრათ. შედარებით ახალი გადაღებულებიდან იქნება ქუჩის დღეები, ამავე დროს იქნება გიორგობის თვე, უკვე კლასიკად ქცეული, იქნება ცისფერი მთები, რომელიც დარწმუნებული ვარ ჩვენს მაყურებელს ძალიან უყვარს, ქეთო და კოტე, გაღმა ნაპირი,
შანტრაპა, შედარებით ახალი ფილმი ოთარ იოსელიანის იქნება ბაზრობის ბოლოსკენ, უფრო დეკემბრის მეორე ნახევარში მთელი რეტროსპექტივა, სადაც ძირითადად მოსაწვევებით შევა ხალხი და ისინი ფულს არ გადაიხდიან ემაში. თუმცა დამეთანხმებით, რომ ტურისტებისთვის ალბათ განსაკუთრებით მიმზიდველი იქნება ქართული კულინარიის კუთხე, რომელიც იქნება ამ ბაზრობაზე წარმოდგენილი. რითი აპირებთ, რომ კიდევ ერთხელ წარადგინოთ ქართული კულინარია? თავისთავად კულინარიის წარდგენას ერთი ძალიან დიდი პლუსი აქვს ის, რომ მოგეხსენებათ ქართული სამზარეულო ძალიან მრავალფეროვანია. თვითმყოფადიც არის და ძალიან საინტერესოა მისი ექსპორტი, მაგრამ ამავდროულად არ დაგვავიწყდეს, რომ საფრანგეთში შევდივართ, სადაც ალბათ ჩვენზე არანაკლებ დაიკვეხნიან იგივე მიმართულებით. ბუნებრივია, რომ ტრადიციული ქართული კერძები, დაწყებული მწვადით ალბათ, ასევე სასმელები, როგორც მინერალური, ასევე ალკოჰოლური ქართული ღვინო, ბუნებრივია, წარმოდგენილი იქნება ამ ბაზრობაზე და ჩვენ შევეცდებით, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა დააგემოვნოს ჩვენს მიერ წარმოდგენილი. ალბათ დამეთანხმებით, რომ ასევე ძალიან რთულია ფრანგები გააოცოს საიუველირო ნაწარმითაც, რომელიც ასევე იქნება წარმოდგენილი ქართული წარმოების. გეთანხმებით, ძალიან ძნელია ხელოვნებაში შედარების გაკეთება, რადგან ორიგინალობა თავისთავად აუცილებელი კომპონენტია. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საკმაოდ დიდი მოთხოვნა იქნება ჩვენს ასევე სუვენირებზე, თუნდაც იმიტომ, რომ მათთვის შეიძლება ეს უცხო ხილი იყოს. ვიმეორებ, აქ მარტო ფრანგები არ იქნებიან, ფაქტიურად მთელი მსოფლიოდან ტურისტებს ველოდებით. დარწმუნებული ვარ, რომ უკან სუვენირების ჩამოტანა არ დაგვჭირდება. და ალბათ ნაციონალურ სამოსითაც გავაკვირვებთ ბევრ ტურისტს, რა იქნება კონკრეტულად წარმოდგენილი ამ კუთხით? აქ იქნება წარმოდგენილი როგორც მცირე მასშტაბის ნაწარმები, როგორც არის თექა ვთქვათ, ჩვენი ეროვნული ტრადიციების მიხედვით შექმნილი, ასევე იქნება წარმოდგენილი ჩოხები, ქალის ტრადიციული სამოსი. სავარაუდოდ არ უნდა ველოდოთ, რომ ძალიან მასიურად გაიყიდება, თუმცა ის რაოდენობა, რის რეალიზაციასაც ჩვენი ბაზრობაზე ვაპირებთ, გურმანებს დიზაინისა და ზოგადად ტანსაცმლის ფიქრობ დააკმაყოფილებთ. ძალიან დიდი მადლობა. მე მინდა ამ ღონისძიებების ყველა მონაწილეს უსურვო წარმატება. უბრალოდ ბოლოს არ გამოგჩეს საკონცერტო პროგრამაც, რომელსაც ძალიან ბევრი ქართველი შემსრულებელი წარადგენს. ამაზეც მინდა რომ ვისაუბროთ ძალიან მოკლედ. დიახ, ჩვენ რამდენიმე ანსამბლს და ინდივიდუალურ შემსრულებელს წარვადგენთ ამ ბაზრობაზე, მოდით მე ჩამოგითვლით. გახსნის 24 ნოემბერს ამ ღონისძიებას სუხიშვილები, ისინი შემდეგ დღესაც შეასრულებენ ღიაცის ქვეშ მთავარ მოედანზე თავიანთ ხელოვნებას. ასევე წარმოდგენილი იქნებიან ანსამბლები რუსთავი, ლაშარი. ერთი თვის განმავლობაში იქნება 24 ფოტონამუშევარი წარმოდგენილი სტრასბურგის მერიის საგამოფენო დარბაზში. შემდეგ ველოდებით ბექა გოჩიაშვილს, რომელიც თავის ბენდთან ერთად შეასრულებს ამერიკელ ჯაზ შემსრულებლებთან ერთად. ჩვენ ველოდებით, რომ იქნება როგორც ჯაზი, ასევე ველოდებით, რომ შეიძლება ბექამ ჰერიო ბიჭებო შეასრულოს. იქნება თამთა ცქვიტავა წარმოდგენილი, ხატია ბუგნიათაშვილი, რომელზეც ვფიქრობ, რომ უნდა ველოდოთ დიდ მხარდაჭერას და მოწონებას სვენელებისგან. ასევე იქნება წარმოდგენილი თიხიანი ხელები, ეს არის ბავშვებზე გათვლილი მასტერკლასები, თუ როგორ შეიძლება თიხისგან შექმნა ხელოვნების ნიმუშები და კიდევ საინტერესო ორი თემა იქნება თითების თეატრი წარმოდგენილი და ასევე პანტომიმის თეატრი, რომელიც სტრასბურგის ქუჩებში გაიშლება. რომელსაც ძალიან დიდი ტრადიციები აქვს საქართველოში. დიახ. გისურვებთ წარმატებებს, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ჩვენი სტუმარი იყო კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი. ჩვენ